ბატონ შალვა მოგესალმებით და პირველ რიგში რა თქმა უნდა მაინტერესებს რას გეგმავთ თქვენ როგორც პოლიტიკოსი, რას გეგმავთ როგორც პარტიის ლიდერი, რას აპირებენ თავისუფალი დემოკრატები იმისთვის რომ მიაღწიონ კონსტიტუციაში გარკვეულ ცვლილებებს კონსტიტუციის პროექტში. ძალიან რთული კითხვა. ჯერჯერობით რაც შეგვეძლო ის გავაკეთეთ, ჩავერთვეთ კომისიის საქმიანობაში. Დავრჩით ბოლომდე, ვიდრე არ მივიღეთ ბოლო დოკუმენტი და როდესაც ვნახეთ, რომ უკვე ეს ბოლო დოკუმენტი ასახავდა მხოლოდ მართველი პოლიტიკური ძალის ნებას და სურვილებს და არავითარ კონსენსუსზე იქ საუბარი არ იყო და ეს პროექტი ემსახურებოდა ძალაუფლების ფაქტიურად კიდევ უფრო მეტ ისედაც ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაციას ქართული ოცნების ხელში და სხვას არაფერს და ეწინააღმდეგებოდა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ინტერესებს აღარ ავიღეთ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ესეთ დამაზიანებელზე და დავტოვეთ კომისია. ახლა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემდგომში არ მივიღებთ რაიმე იმ აქტივობებში მონაწილეობას, რასაც ან ჩვენ მოვიფიქრეთ. რა შეიძლება ეს იყოს? არ ვიცი, ეს შეიძლება ბევრი რამ იყოს. ნუ ეხლა იქნება ესეთ საყოველთაო სახალხო განხილვა, ხო? ეს ფორმალური იქნება მართველი გუნდისთვის, რა თქმა უნდა, ასე თქვა, ჩამოატარებენ ამ საკონსტიტუციო კანონ პროექტს სხვადასხვა რეგიონებში. შეიძლება თქვენ შეუერთდეთ პლებისციტის იდეას? რატომაც არა. ძალიან კარგი იდეა, მისაღებია და მაშინ როდესაც სწორედ საკონსტიტუციო კომისიამ აბსოლუტური იგნორირებით საზოგადოებასთან კომუნიკაციის გარეშე მოახდინა ეს ყველაფერი, პირდაპირ დასხდნენ, ჩაიკეტეთ და დაწერეს, ხო და იქაც კომისიის სხვა სუბიექტების პოზიციები აბსოლუტურად იგნორირებული იქნა. ასეთ შემთხვევაში სწორედ რომ გამართლებული იქნება პლებისციტის ჩატარება. და რა მოლოდინი გაქვთ ვენეციის კომისიისგან? ვენეციის კომისიისგანაც ველოდებით, რა თქმა უნდა, ამას ექნება დიდი მნიშვნელობა და ნუ აი ყველა იმ აქტივობის გამოყენება საჭირო. ნახოთ ვენეციის კომისია რა პოზიციებს დააფიქსირებს და უმთავრესი და ხსნა არის ისევ საზოგადოებაში. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ საზოგადოებამდე მივიტანოთ მაქსიმალურად ეფექტურად თუ რა შეიცავს, რა ხიფათებს შეიცავს ასეთი კონსტიტუცია, რომლის მიღებასაც აპირებენ და შემდგომ აი საზოგადოებრივი ზეწოლის ყველა კანონიერი მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ, რომ იქნებ საერთოდ არ დავაღუპინოთ საქმე და იცით თუ შეიძლება ძალიან მოკლედ ვიტყვი, ეხლა მე ვისმენდი ამ ასე ვთქვათ დებატებს და ძალიან არაკეთილსინდისიერად აწარმოებს ამ დებატებს ხელისუფლების წარმომადგენლები. იცი კონტექსტიდან ამოგლეჯილად რაღაც მარტო პრეზიდენტი, აი მაგალითად სხვა არის ქვეყნები ევროკავშირის, სადაც პარლამენტი ირჩევს პრეზიდენტს საპარლამენტო რესპუბლიკებში და ჩვენ რატო არ უნდა ავირჩიოთ. ესე კონტექსტიდან ამოგლეჯილი არ შეიძლება. ეხლა მაშინ როდესაც ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტს აქვს ის სტატუსი, რომელიც აქვს, ხომ, რომ ეს არის სახელმწიფოს მეთაური ქვეყნის მთავარსარდალი, წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში, ესეთი პრეზიდენტი უნდა იყოს საყოველთაო წესით არჩეული, ეს არის ჩვენი თავისუფალი დემოკრატების მყარი პოზიცია. მაგრამ მოდით ეს გადავდოთ გვერდით, რას გვთავაზობს კომპლექსში ქართული ოცნება? ქართული ოცნება გვთავაზობს შემდეგს, რომ ტოვებს ძალაში აბსოლუტურად არასამართლიან საარჩევნო სისტემას, რომელიც სრულიად გაუმართლებელ და ძალიან დიდ ბონუსს ანიჭებს მას და გარანტირებულ დიდ უპირატესობას, რომ გაიმარჯვოს საპარლამენტო არჩევნებში და ამასთან კომპლექსში გვთავაზობს, რომ მის მიერ შექმნილ მისსავე აი ასეთი არასამართლიანი წესით არჩეულ პარლამენტმა შემდეგ აირჩიოს პრეზიდენტი. ხა ეს ყველაფერი არის ერთიანობაში და აქაც მინდა ძალიან აი საზოგადოებისთვის რომ გახდეს ნათელი. მოდით მე აღარ დავიწყებ ამ იურიდიულ დეფინიციებით, რომ არ დაიბნეს საზოგადოება და ძალიან მარტივად ვიტყვი. აი რას გვთავაზობენ 2016 წლის არჩევნებში გაუნაწილებელი დარჩა 17 მანდატი. ეს იყო 20%, ხო თუ 20-21? 19% იყო ზუსტად. თუ 20%, მე მგონი 19.2% დავთვალე სპეციალურად. 19 და 2%, ხომ? ეხლა თუ გადავალთ სრულიად ეხლა და ეს ამ 17 მანდატიდან 7 განაწილდა ის ბარიერგადალახულ პარტიებს შორის და 7 მიეკუთვნა ქართულ ოცნებას, ხომ? თუ იქნებოდა წესი, რომ ყველა უნდა წაიღოს გამარჯვებულმა ძალამ, მაშინ 17-ვეს წაიღებდა ქართული ოცნება. საზოგადოება შეაფასებს, ეს სამართლიანი იქნებოდა. ეხლა თუ ჩვენ გადავალთ სრულიად პროპორციულზე და რომ ყოფილიყო სრულიად პროპორციული და აი ესეთ თანაფარდობა ყოფილიყო არჩევნებში, ხო, ძალების, მაშინ ეს იქნებოდა 30 მანდატი.
ესე იგი 30 მანდატს წაიღებდა მთლიანად ქართული ოცნება. მარტივია, უმარტივესი ამის დანახვა. განა შეიძლება 150 მანდატიანი პარლამენტის შემთხვევაში 30 მანდატი, აი თუ ესეთი განაწილება იქნებოდა, იმთავითვე წინასწარ ბონუსი იყოს პირველ ადგილზე გასული ძალისთვის და ამას კიდევ დაემატება, რომ ეს არ იქნებოდა 30, მოსალოდნელია უფრო მეტი, იმიტომ რომ ბლოკების აკრძალვა შემოდის და ბლოკების აკრძალვა რას ნიშნავს? ანუ მცირე პარტიებს, ნაკლების შესაძლებლობის პარტიებს არ აქვთ უფლება რომ გაერთიანდნენ, ისინი მიიღებენ მაინც მონაწილეობას, ამორჩეულთა რაღაც რაოდენობას ხმებისას მოიპოვებენ, ბარიერს ვერ გადალახავენ და ეს იქნება ბეღელი, დაგროვდება ზუსტად გაუნაწილებელი მანდატები ამ ხმებით და ეს კიდევ დაემატება, ანუ მოსალოდნელია კიდევ უფრო დიდი და ამ ციფრის, ხო? ეხლა 30 და 40 მანდატი თუ 150 მანდატი და თუ წინასწარ ჯიბეში უდევს მმართველ ძალას, რა თქმა უნდა და ერთსაც ვიტყვი. ბლოკებთან დაკავშირებით ძალიან მოკლედ ორ წინადადებით ბლოკებთან დაკავშირებით თავარი მესიჯი ხელისუფლების არის რომ ამით მათ სურთ შესაძლებლობა მიცემს პარტიებს განვითარდნენ ისინი კი არ გაერთიანდნენ ბლოკებში არამედ დამოუკიდებლად განვითარდნენ და შედგნენ როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალები ეს ხო აბსოლუტური დემაგოგია მოდით მაშინ ესე ვთქვათ თავად ქართული ოცნება აი ესეთი რაღაც არაფორმალურ ბლოკებს არ ქმნის მაგალითად კონსერვატორები და სოციალ-დემოკრატები ასე თქვა საკუთარ სხეულზე რომ მიიწება, შეიყვანა პარლამენტში, ხომ? საკუთარ სიაში ჩასვა მათი წარმომადგენლები, ლიდერები და წარმომადგენლები, შეიყვანა პარლამენტში საკუთარი სხეულით, შემდეგ იქ შეუქმნა დამოუკიდებელი ფრაქციები. ეს არ არის არაფორმალური ბლოკი და აი ესეთ არაკეთილ სინდისიერ არაფორმალურ მე მგონი ქართულ ოცნებას რაღაც გენეტიკური ტოლო აქვს საერთოდ არაფორმალური მმართველობის მიმართ, იცით? და ამ შემთხვევაშიც აი რაღაც ეს გააკეთეს. ამას არ ჯობია კეთილსინდისიერად არსებობდეს ბლოკი, ვიდრე აი ესე არაფორმალურად უკანონოდ მართლაც და ესეთი მახინაციებით და მანიპულაციებით აკეთო იგივე. ეს ხელს უწყობს იმ პარტიების განვითარებას. დიდი მადლობა შალვა შავგულიძე თავისუფალი დემოკრატების ლიდერი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.